მიაუ იზახ რა არის ეგ? თუნდაც ელემენტარული ეკონომიურზე ვიყვიროთ. ნახე თუ არ დაგიდგეთ გვერდში ვინც იქნება. მიაუს კი არ დავიძახებ. აი მაგ ეკონომიური პირობებზე, სამუშაო ადგილებზე, რომ პენსიებიც გაიზარდოს, რაღაცა მეტი დასაქმება და ინტერესი იყოს ქვეყნის. ვიღაცა ზელენსკის და ვიღაცას ინტერესი კი არა. არც კახის დავზოგავთ, არც ივანიშვილს და არც სხვას ვინც იქნება მის გვერდში და იგი რო გჯობნის ახლა შენ და უკეთეს და სამომავლოდ მეტ უკეთეს ამბობს, ამიტომ შენ უგეწყინება ახლა. გამოთიშულები არიან, ყვირიან ქუჩაში ლაპარაკობენ და არ თვრალია, ან ნარკოტიკი აქვს მიღებული. იგი მასწავლის ჭკუას კაცო. ქალბატონო სამი თვია ქუჩაში ვდგავარ და მიაუ არ დამიძახია და არც ხვებისგან მომისმენია. სამაგიეროდ მე ვნახე თუ როგორ მოუკვდა დედა ექიმ ახობაძეს, რომელსაც არ მისცეს უფლება რომ მისთვის მიეხედა. მე ვნახე თუ როგორ დაიწვა თავი დევნილმა ზამირ კვეკვესკირმა, რომელიც ითხოვდა სამკურნალოდ თანხას და ითხოვდა საცხოვრის, რომელსაც სახელმწიფომ არ მოусმინა. მე ვნახე ქალბატონი, რომელსაც 1992 წლის ოქტომბერს ერთი შვილი არასრულწლოვანი 17 წლის მოუკლეს, ხოლო მეორე ეხლა დააკავეს და პატიმრობაში ყავთ. სახში მიაკითხეს, გაძარცვეს და 4 დროშა წაიღეს, მათ შორის ძველი ეროვნული დროშა. მე ვნახე ჩემს თვალწინ თუ როგორ სასტიკად და დაუნდობლად უსწორდებოდნენ მომიტინგეებს. და რაც მთავარია, მე ვნახე ადამიანები, რომლებიც იბრძვიან ზუსტად ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, თქვენთვის. ევროპაში ყველაზე დაბალი პენსია 5-ჯერ მეტია ვიდრე რუსეთში, ხოლო ყველაზე მაღალი 10-ჯერ, 15-ჯერ და 20-ჯერაც კი. ევროპაში ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა 15 და 20 წლით მეტია ვიდრე რუსეთში. ევროპაში ადამიანის უფლებები, ქვეყნების უფლებები, ოჯახური ფასეულობები ბევრად დაცულია ვიდრე რუსეთში. რუსეთის განქორწინების მაჩვენებლები უსწრებს ევროპის საშუალო მაჩვენებლებს. ინცესტის ოჯახებში სექსუალური აქტის მაჩვენებლით რუსეთი არის პირველ ადგილზე. ძალადობით, უსამართლობით, კორუფციით და კრიმინალით რუსეთი ხსნის ყველა რეკორდს. და ამ ყველაფრის მერე თქვენ ამბობთ, რომ იგი ჯობია კგბ-შნიკი კობახიძის შვილი და ხაინდრავას ხალხი, რომელმაც ქართველ დედას ერთი შვილი 92 წელს მოუკლეს, ხოლო მეორე ეხლა დაიჭირეს. რაც შეეხება ზელენსკის, როდის მერე ეშლებოდა ქართველ ქრისტიან კაცს ჩაგრულის მხარეს დგომა, ადამიანის, რომელიც იცავს საკუთარ ქვეყანას, ებრძვის ბოროტებას რუსეთს, რომელიც დაესხა თავს, სადაც იბრძვიან და სიცოცხლეს იღებენ ჩვენი თანამემამულენი ქართველები. აბა ვის მხარეს უნდა ვიბრძოლოთ? რუსეთის მხარეს? თუ იმის თქმა გინდათ, რომ თავდახრა, მორჩილება და რუსეთის მონობაა ქართული საქციელი?